მოგესალმებით ჩემო მოგესალმებით ჩემო ერთგულებო, იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა, რა თქმა უნდა, იქნება ისევ და ისევ ზოდიაქოს ნიშნები და მოდით დღეს ვნახოთ 2026 წლის ტაროს პროგნოზი მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის. შეგახსენებთ ჩემო კარგებო, რომ მნიშვნელოვანია რომ მოусმინოთ არა მხოლოდ თქვენს ზოდიაქოს, არამედ ნახეთ თვარის მდებარეობა სათქონდა დაბადების მომენტში და რა თქმა უნდა მოусმინეთ ასცედენტს. ამ სამის ერთობლიობა მოგცემთ თქვენ სრულ ინფორმაციას იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც იშლება თქვენთვის 2026 წელს. მაშასე დავიწყოთ ჩემო მერწყულებო და ვნახოთ აბა ერთი რა ხდება, რას გიქადით 2026 წელი. თქვენ და მე მგონი კარგი ამბები გვაქვს ძალიან. აქ ვნახოთ. მერწყულებისთვის უპირველესად, რა თქმა უნდა, მე ეხლა პირველ რიგში აქ სამსახურზე ვისაუბრებ. არა. კი ბატონო. მერწყულებისთვის უპირველესად უნდა აღნიშნოთ ის, რომ 2026 წლის ორიენტირი, ესე ვთქვათ, გზამკვლევი თქვენთვის იქნება საკუთარი თავი, საკუთარი თავის განვითარება, ცოდნის ამაღლება, რაღაცა უნარების გამოვლენა და გამოყენება. თითქოს ახლიდან შეიცნობთ საკუთარ თავს, საკუთარ შესაძლებლობებს. ან იცით და აქამდე არ იყენებდით თქვენ შესაძლებლობებს, თქვენ ნიჭს. თქვენ ხდებით საკუთარი თავის ბევრად უკეთესი ვერსია. გადიხართ ძალიან სერიოზულ და თქვენთვის სასურველ შინაგან ტრანსფორმაციას. ეს შინაგანი ტრანსფორმაცია ძალიან სასიკეთოდ შემოbrunდება თქვენთვის. და თავისთავად, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს თქვენს ცხოვრებაში. პირადი ურთიერთობების თემა აქ ძალიან ამოწეულია, ესე ვთქვათ, ამონათებულია, ხო? და ესეც ძალიან აქტუალური იქნება თქვენთვის მთელი წლის განმავლობაში. აქ უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში ესეთი შესაძლებლობები ჩანს აქ. და გამოიყენებთ მე ამ შესაძლებლობებს თუ არა, რა თქმა უნდა, თქვენზე არის დამოკიდებული, მაგრამ აქ ჩანს კარდინალური ცვლილებების შესაძლებლობა პირადი ცხოვრების მიმართულებით. ეს არის პერიოდი რაღაცის დაგვირგვინების, რაღაც ისეთი თემების დასრულების, ხო? იცით როგორი ასპექტები ამოდის, რომ აი როგორც პირადში, თუნდაც სამსახურებრივად პირადშიც, აი ეს თქვენს განვითარებაშიც, ხო? ამოდის ისეთი ასპექტები, რომლებიც რაღაცა მიზეზ შედეგობრივ დასასრულამდე მიგიყვანთ, ხო? რაღაცა აი როგორც იქნა, რომ რაღაცას დაგაგვირგვინებინებთ, ხო? აი ესეთი პერიოდი არის და პირადი ურთიერთობების თემაში განსაკუთრებით. და სხვათა შორის დაახლოებით ესეთი ენერგიები ჩანს აქ ფინანსურ საკითხებში. მოდით ვნახოთ აბა კიდევ ერთი წუთით. ხო, ფინანსურ საკითხებში ესეთი ამბავი არის, ოღონდ აქ შეგვიძლია თამამად თქვათ, რომ შეგიძლიათ ამოისუნთქოთ ძვირფასო მერწყულებო. ფინანსური არხები აქ იხსნება, აი ესე თავდაყირა რო ეკიდეთ და რაღაცა სულ პრობლემები ჩდებოდა, გაუთვალისწინებელი ხარჯები ჩდებოდა, იძულებული იყავით სულ რაღაცა შემოსავლის წყარო, ფინანსების მოძიება, ისისთვის იძულებული იყავით, ხო, რაღაცა ისეთი მდგომარეობები, გარემოებები იქნებოდა თქვენს
გარშემო, ხო? ეს შესაძლებლობებით იცვლება ეს ყველაფერი, ძალიან ძლიერი შესაძლებლობებით იცვლება, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენი მატერიალური კეთილდღეობის ზრდას. და აი ეს შესაძლებლობები იქნება თქვენთან მთელი წლის განმავლობაში. ზოგადად ძალიან ესეთი ნაყოფიერი წელი გაქვთ, იცით, სულ შესაძლებლობების წელი არის, როგორც პირად ცხოვრებაში, ესევე მატერიალური თვალსაზრისით. ზოგადად არის კარგი წელი, იმ თვალსაზრისით, რომ გელით აი, იცით როგორ რაღაცები, აი, სურვილების ასრულება, დიდი ხნის წინ დასახული მიზნების მიღწევა, აი, თითქოს ფორტუნა ფეხ-დაფეხ დაგვყვებათ, ხო? უკან მთელი წლის განმავლობაში. ამიტომ, რა ვიცი, რა გითხრათ, გიხაროდეთ და გილოცავთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საქმეს ჩახურავთ, დააგვირგვინებთ. კი არ ჩახურავთ უბრალოდ, რომ აი, მორჩა რა, აღარ ღირს. აი, შეიძლება საერთოდ მივიწყებული იყოს, ხელი გქონდეთ ჩაქნეული და აი სწორედ ეხლა ძალიან თქვენთვის სასიკეთოდ ჩახუროთ ყველა საქმეები, აი დააგვირგვინოთ თქვენთვის სასიკეთოდ, რასაც ქვია. კიდევ აქ გვიჩანს, ნახეთ როგორი რაღაცა. შეიძლება იყოს მოგზაურობები, ოღონდ ნახეთ, აი ეს მოგზაურობები ზოგი შემთხვევაში იქნება აუცილებლობა. ის კი არა, რომ უბრალოდ აი მინდა და მოგზაურებ, რაღაც ქვეყნებს მოვინახულებ. კი, შეიძლება ესეც იყოს, იმიტომ რომ აქტიური წელია ამ თვალსაზრისით, გადაადგილების თვალსაზრისით, მაგრამ განსაკუთრებით აქ ჩანს ეთით როგორ რაღაც, აი ვალდებულება როდესაც არის, ხო? აუცილებლობა როდესაც არის გადაადგილების საჭიროება არის. ჩნდება რაღაცა საჭიროებები, მაგალითად ეს შეიძლება იყოს, აი სწავლის გამო შეიძლება მოგიწიოთ წასვლა. ან სამსახურის ცვლილების გამო, ასევე ვისაც გყავთ პარტნიორი შორს, აი შორს ხართ ერთმანეთისგან, მანძილზე, ხო, სხვადასხვა ქვეყნებში ხართ. შეიძლება ძალიან შორს ხართ ქალაქებით ერთმანეთისგან, ხო, სადაც კონტაქტი რო არ გაქვთ. აი აქ დიდი ალბათობა არის იმისი, რომ ან თქვენი პარტნიორი ჩამოდის თქვენთან, ან თქვენ მიდიხართ მასთან და იწყებთ თანაცხოვრებას, ხო, ერთჯერ ქვეშ ცხოვრებას. ან ისევ აგრძელებთ, იყავით ადრე ერთად ცხოვრობდით, მერე აი ამ მანძილის გამო, სიშორის გამო არ ხართ ერთად და აი ეხლა ისეთი გარემოება იქნება, თქვენ კი არ იბრძვით ამისთვის, ან თქვენი პარტნიორი, თქვათ, ხო? ან თუნდაც ახლა პირადზე რო არ ვისაუბროთ და ესე ზოგადად, ხო? არამედ აი გარემოება იქნება ისეთი, რომ გიწევთ წასვლა. ხო? ასევე შეიძლება იყოს მაგალითად თუნდაც თქვათ ყავთ შეძლებული ნათესავი მეგობარი ვიღაც არ ვიცი აი დაგპატიჟათ ბილეთები გიყიდათ მოგიწევთ უარს რო ვერ იტყვი ხო აი ფაქტიურად ეს ხო თქვენი მოგვარებული არ არის ხო თქვენი დაალაგებული არ არის და მოგიწევთ თანხმობის თქმა ხო ფაქტიურად იძულებით მაგრამ ძალიან სასიამოვნოდ წახვალთ რაღაცა მოგზაურობაში ხო აი ესეთი რაღაცაც იქნება მაგრამ აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან აქტუალურად ჩანს აქ ძალიან ძლიერად ჩანს აი ეს მომენტი წყვილების, რომლებიც შორს არიან ერთმანეთისგან, ან თქვენი პარტნიორი ჩამოდის თქვენთან, ან თქვენ მიდიხართ მასთან საცხოვრებლად. გასაგებია, ხო? და ნახოთ კიდევ, აბა კიდევ, ხო, აი ეს პარტნიორებს შორის მანძილი ნამდვილად მცირდება. ნამდვილად მცირდება. ეს კარგია. არა, ძალიან სერიოზული, ესეთი იცით იმდენი შესაძლებლობები ჩდება და აი ყველანაირი ეს არის შესაძლებლობების წელი მოდი ესე დავარქვათ ხო აი საკვანძო სიტყვა გასაღები თქვენთვის წელს ეს არის შესაძლებლობების წელი და ეს შესაძლებლობები თქვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოჩნდება და რა თქმა უნდა გამოიყენოთ თქვენ სასიკეთოდ ეს არ არის აუცილებელი ხო ვიცით ხო მით უმეტეს ასტროლოგიურ პროგნოზებს აკეთებ ეს არ არის მკითხაობა ისევე როგორც არც ტაროს გაშლა არ არის ბევრს მგონია ხო მკითხაობა არ არის ეს მკითხაობა, ხო? თქვენ გეძლევათ ეს შესაძლებლობები გამოიყენებთ თუ არა, თავიდან ბოლომდე თქვენზე არის დამოკიდებული, მაგრამ რა თქმა უნდა, აი ესეთი შესაძლებლობები როცა გეძლევათ, რა თქმა უნდა, უნდა გამოიყენოთ და
თან მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი მთელი წლის განმავლობაში თქვენთვის ხდება და ეს ყველაფერი თან მნიშვნელოვანი იცით რა არის, რომ იწყება თქვენი საკუთარი თავის ტრანსფორმაციით, თქვენი საკუთარი თავის ახლებურად აღმოჩენით, დაცვლილებით და მერე უკვე მოდის და მოდის ეს შესაძლებლობები, მოდის და მოდის, ხო, მერე უკვე რაღაც განახლებული ენერგიები თითქოს აი მაგნიტივით იზიდავთ, ხომ, რაღაცა ყველაფერს სასიკეთოს და კარგს თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ გილოცავთ მერწყულებო. იწყება თქვენთვის ესეთი პერიოდი, სადაც აი იწყებთ პირადი ბედნიერებით, ავსებთ ამ თქვენს ბედნიერებას, იქ სამსახურშიც რაღაცებს აგვარებთ და აი კიდე იცით რისი თქვა მინდა, რაც დავინახე და აუცილებლად ამით მინდა დავასრულო, რომ იმდენი შესაძლებლობა და იმდენი ბედნიერებები მოდის თქვენთან, რომ თქვენ ხო ყოფნით და შეგიძლიათ თამამად გაუნაწილოთ სხვებსაც კი. ასე რომ გილოცავთ. მერწყულება მშვენიერი წელი გექნებათ, გამოიყენეთ შესაძლებლობები, რომელსაც სამყარო გჩუქნით და მე ველოდები თქვენს გამოხმაურებას, იმედია მოგეწონებათ თქვენი პროგნოზი, იმედია ყველაფერი ესე იქნება თქვენს ცხოვრებაში, მეუღლებ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.